მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider, ტრადიციულად ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეებით და რა თქმა უნდა, ასევე ტრადიციულად ძირითად შემთხვევაში ვიწყებთ ხოლმე ეროვნული ვალუტის კურსით და თუ შევხედავთ მათ შორის დღევანდელ მონაცემებს, ლარი გამყარდა როგორც დოლართან ისე ევროსთან მიმართებაში, კიდევ ერთხელ ვხედავთ ამ შემთხვევაში სტაბილურად ლარის კურსის ვითარებას და ხშირად ჩვენ ყოველი გადაცემის დროს ახსენებთ ფუნდამენტურ ფაქტორებზე, ფუნდამენტური ფაქტორების გავლენას ეროვნული ვალუტის კურსზე და აღვნიშნეთ, რომ ფუნდამენტური ფაქტორები ამ პერიოდის განმავლობაში არ მოქმედებდა ლარის კურსზე და არ მოქმედებს ლარის კურსზე. ამ ეტაპზე გვაქვს ასეთი ვითარება, როგორც გვაქვს, მათ შორის გუშინ გამოქვეყნდა მონაცემები, რომელიც შეეხებოდა გადმორიცხვები ტურიზმთან, ექსპორტთან და ინვესტიციებთან ერთად ფუნდამენტური ფაქტორების ის ოთხეულია, რომელიც ჯამში კურსთან დაკავშირებულ და კურსზე ზემოქმედ ფაქტორებს შორის განსაკუთრებულია. ამ შემთხვევაში ვხედავთ გადმორიცხვების ნაწილში სტაბილურ ვითარებას, ბოლო წლების და ბოლო თვეების ტენდენცია კიდევ უფრო ზუსტად რო ვთქვათ, ამ კუთხით გრძელდება. შესაბამისად, ეს ყველაფერი ლარის კურსზე ჯამში პოზიტიურად ზემოქმედი ფაქტორია. სტაბილური ლარის კურსი, როგორც წესი, ნებისმიერ მიმართულებით იძლევა საშუალებას, როგორც ბიზნესის ფიზიკურ პირებთან მიმართებაში უფრო სწორად იყოს დაგეგმილი ბიზნეს პროცესები. როდესაც ლარის კურსი ვახსენებთ და როდესაც ვახსენებთ ჩვენ ეროვნულ ბანკს მათ შორის, რა თქმა უნდა, როგორც ჩვენ გუშინდელ მიმოხილვაში ვსაუბრობთ, ასევე დღეს უნდა აღვნიშნოთ, რომ გრძელდება ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრები, გაზაფხულის შეხვედრებში, ამ შემთხვევაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი არიან წარმოდგენილები ამ შეხვედრაზე შესაბამის დელეგაციებთან ერთად. შეხვედრები გრძელდება ორქულ და მრავალმხრივ ფორმატებში და შეხვედრები გრძელდება როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებთან, ისევე ინვესტორებთან. ჩვენ გუშინდელ გადაცემაში ვსაუბრობთ აღნიშნულთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოსთვის, მით უმეტეს ტურბულენტურ ვითარებაში, ვინაიდან ორივე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ სწორედ მნიშვნელოვანად ხშირად არიან საყრდენი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის და ბევრ შემთხვევაში სტაბილურობის უზრუნველყოფაში დიდი დახმარება გაუწევიათ აქამდეც და დარწმუნებული ვარ მომავალშიც ეს თანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება. ამავდროულად კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უკვე ოფიციალურად აპრილის განახლების მაჩვენებელიდან გამომდინარე უკვე გუშინ საღამოდან არის ასახული საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებგვერდზე საქართველოს ეკონომიკური ზრდის 5.3%-იანი მაჩვენებელი 2026 წლისთვის, როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა მისი ამ შეფასება, რომელიც ჩვენ ნახეთ ასევე Business Insider-ში და მისი საკმაოდ პოზიტიური შეფასება ასევე იყო, ასე ვთქვათ, პოზიტურ შეფასებაში ასევე იყო ასახული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5.3%. კიდევ ერთხელ. თუმცა ამავდროულად როცა აღნიშნულ საკითხებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო განახლება და ბოლო კომენტარები ჩვენ მოვისმინოთ სწორედ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან და საქართველოს ფინანსთა მინისტრისგან. გრძელდება ჩვენი დელეგაციის შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელობასთან. შევხვდით ჩვენი რეგიონის დირექტორატის ხელმძღვანელობას. ძალიან საინტერესო დისკუსიები ჰქონდა, რომელიც ასახავდა ჯერ ეს ერთი ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობას, იმიტომ რომ რეალურად საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ყველა შეხვედრაზე აღიარებს, რომ საქართველოს ეკონომიკა არის ძალიან მედეგი სხვადასხვა შოკის მიმართ და კარგად არის მომზადებული თუნდაც ახალი გამოწვევების მიმართ, რომელიც შეეხება ახლო აღმოსავლეთში, კონკრეტულად ირანთან დაკავშირებულ დაძაბულობას, რაც დიდი გამოწვევა გლობალურად, მაგრამ საქართველოს აქვს საკმაოდ დიდი რესურსი დაგროვილი, იქნება ეს საერთაშორისო რეზერვები, თუ ფისკალურად დაბალი დეფიციტი, თუ მაღალი და ძლიერი ეკონომიკური ზრდა, იმისთვის რომ გაუმკლავდეთ ამ ახალ გამოწვევას. რა თქმა უნდა, საინტერესო იყო ჩვენთვისაც მოგვესმინა მოსაზრებები, თუ რა გავლენა ექნება ახალ, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკურ
გეოპოლიტიკურ გამოწვევებს ზოგადად გლობალურ ეკონომიკაზე, იმისთვის რომ ჩვენს გავთვალოთ ჩვენი შემდგომი სვლები, ჩვენი შემდგომი პოლიტიკა, ჩვენ ზოგადად მზად ვართ ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის, გვაქვს ადეკვატური ზომები დაგეგმილი, რომელიც ყოველთვის შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ფასების სტაბილურობა დავიცვათ და მაკროეკონომიკური სტაბილურობა დაცული იყოს. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან, სადაც ჩვენ საუბარი ჰქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის და საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მიმდინარე და საომავლო პროექტების შესახებ. ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდი ძალიან აქტიურად არის ჩართული საქართველოს რეფორმების, ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კუთხით. ის მოიცავს მრავალ მიმართულებას, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, სადაც ჩვენ და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შეჯერებული გვაქვს პოზიციები რეფორმის ყველა ასპექტთან მიმართებაში. შეხვედრაზე ფონდის მიერ აღნიშნა ის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა და მისი შედეგები, რომელსაც ქვეყანა მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში. ამ მიმართულებით საუბარი ჰქონდა გეოპოლიტიკურ სიტუაციიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე, როგორც რეგიონისთვის, ასევე საქართველოსთვის და ცალსახად აღინიშნა, რომ ის ბუფერები და ის ეკონომიკური პარამეტრები, რომელიც საქართველოს აქვს, აყენებს უნიკალურ მდგომარეობაში რეგიონში, იქიდან გამომდინარე, რომ თავისუფლად არის შესაძლებელი ყველა იმ რისკების გადაზღვევა, რომელიც შესაძლებელია, რომ წარმოიქმნეს არსებული გეოპოლიტიკური რისკებიდან გამომდინარე, მათ შორის რამაც შესაძლებელია გარკვეულწილად ეფექტი ჰქონდეს ეკონომიკურ განვითარებაზე, როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოში. ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდი ძალიან აქტიურად რჩება ჩვენი რეფორმების მხარდაჭერი და ჩვენ შევთანხმდით კონკრეტულ გეგმაზე რეფორმებთან მიმართებაში, რომ ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ თანამშრომლობას. ასევე შეხვედრები გაიმართა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან, სადაც საუბარი ჰქონდა იმ მიმდინარე და საომავლო პროექტებზე, რომელსაც აზიის ინფრასტრუქტურის ბანკი ძალიან აქტიურად აფინანსებს საქართველოში. ჩვენ შევთანხმდით იმ პრიორიტეტებზე, სადაც მოხდება მათი მხრიდან ინვესტიციების განხორციელება, ეს არის დაკავშირებადობის ნაწილი, ეს არის შუადერეფნის ინფრასტრუქტურა, ყველა სახის ინფრასტრუქტურა, როგორც საგზაო, ასევე საზღვაო და ასევე საჰაერო. ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად არის ინტერესი ბანკის მხრიდან, ასევე ენერგეტიკის სექტორი, სადაც ბანკი ძალიან აქტიურად აპირებს ინვესტიციების განხორციელებას. უახლოეს მომავალში, უახლოეს კვირების განმავლობაში ჩვენ შევთანხმდით, რომ სპეციალური მისია ეწვევა საქართველოს, სადაც უკვე საუბარი გვექნება და შეთანხმება გვექნება უკვე კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში, რომელსაც ბანკი დააფინანსებს საქართველოში. დიახ, კონკრეტული პროექტების განხილვა მათ შორის, რომელიც შემდგომში უნდა განხორციელდეს საქართველოს, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კუთხით დაგეგმილი აქტივობები კიდევ ერთხელ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობას საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ძალიან ბევრი თვალსაზრისით. ერთის მხრივ ეს ნიშნავს კონკრეტული პროექტების ხარდაჭერას, ბუნებრივია ეს ნიშნავს მათ შორის ინვესტირებას მთელ რიგ ისეთ ტიპის პროექტებში, რომელიც საქართველოს ბევრი კუთხით, მათ შორის შუადერებს როგორც წამყვან ქვეყანას აძლიერებს და კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია, რომ შენარჩუნება და გაძლიერება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ცხადია, ჩვენ კიდევ მიუბრუნდებით საერთაშორისო სავალუტო ფონდზე მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის საკითხებს, ისევე როგორც მის შემაჯამებელ ნაწილს. აბასობაში უშინ საღამოს ისმეორ ნახევარში ჩვენ გვნახეთ ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს. მოგეხსენებათ, რომ შრომითი მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება უკვე ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობდა, ანუ საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებას გულისხმობ. მანამდე მას წინ ახლდა საკმაოდ ასევე ინტენსიური დისკუსია, ვინაიდან ბევრი საკითხია, ბევრი პრობლემური საკითხია, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, მათ შორის ბიზნეს კომპანიების მხრიდან იქნა დასახელებული. ჩვენ გვქონდა საშუალება აქ ბიზნეს ინსაიდერის ეთერში მინისტრის მოადგილესთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ბატონ გიორგი ზაგარიაშვილთან ერთად ასევე ძალიან ცლად გვესაუბრა ამ საკითხზე, ისევე როგორც დამსახურებელთა ასოციაციის ხელმძღვანელობასთან განგვეხილა ეს საკითხი, მოусმინეთ ორივე მიმართულებას, ბიზნესის, სახელმწიფოს მიმართულებას და მართლაც მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ფორმით კიდევ უფრო მეტად დარეგულირდება არ ვიტყოდი მხოლოდ გამკაცრდება, მოწესრიგდება შრომითი მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, ანუ საკითხები, რომელიც უკავშირდება უცხოეთის მოქალაქეების დასაქმებას, შრომით ანაზღაურებას და ასე შემდეგ. ვინაიდან კიდევ ერთხელ ეს საკითხი
ერთი მნიშვნელოვანია ბიზნესის რომ არ დაზარალდეს ბიზნესი, მაგრამ მეორე მხრივ დაცული იქნას დასაქმებულთა ან პოტენციურ დასაქმებულთა უფლებები ამ შემთხვევაში. ყველა ტიპის ცვლილება, რომელიც ხორციელდება, ცხადია მნიშვნელოვანია, რომ იქნას კარგად განსაზღვრული და კარგად გაზომილი, ვინაიდან ბევრი კუთხით საქართველოს ეკონომიკაზე ნებისმიერი ტიპის მსგავსი ცვლილება გავლენას ახდენს. ცხადია ამ შემთხვევაში ჩვენ ველოდებით პოზიტიურ მოლოდინებს, ვინაიდან ყველა კუთხით, ყველა ტიპის განხილვით ამ ნაწილში ეს ვითარება იკვეთება და ბიზნესი და სახელმწიფოს დიალოგი ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილზეა. ვიდრე გადავიდოდეთ კიდევ ერთ თემაზე, ასევე დავიწყეთ საუბარი ფუნდამენტურ ფაქტორებზე და ფუნდამენტური ფაქტორების ნაწილზე, რომელიც კურსზე მოქმედებს, ასევე დასაწყისშივე აღვნიშნეთ გადმორიცხვებთან დაკავშირებული ვითარება და უფრო ზუსტად რო ვთქვათ, როგორც ბიზნეს ინსაიდერის ინფორმაციას დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, მარტში უკვე ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენენ ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს 10.7%-ია ზრდა ამ შემთხვევაში ცხადია ეს ძირითადი ინფორმაცია არის საქართველოს ეროვნული ბანკის 9.8%-იანი ზრდა 2025 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელთან დაკავშირებით. ეს რაც შეეხება ფულადი გზავნილების ნაწილს, კიდევ ერთხელ აქ ამ კუთხით დინამიკა საინტერესოა. თუმცა ფუნდამენტურ ფაქტორებზე საუბრის დროს ჩვენ რა თქმა უნდა თავარ საკითხად ერთ-ერთ უნიშნულოვანეს საკითხად საუბრობთ სწორედ ტურიზმის მიმართულებაზე. ჩვენ გვქონდა საშუალება ჩვენს გუშინ გადაცემაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად გვესაუბრა ამ საკითხებზე. დღეს გავაგრძელებთ კერძო სექტორთან საუბარს, თუმცა მანამდე მინდა ვნახოთ ერთი დიაგრამა, თუ შეიძლება დიაგრამა, რომელიც დღეს უბრალოდ გუშინ გამოქვეყნდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ და 1 მილიონი ტურისტული ვიზიტი 3 თვის განმავლობაში, რაც შეიძლება შეითვალოს როგორც ახალი რეკორდული მონაცემები, მართლაც მნიშვნელოვანი ნაწილია 3 თვეში 1 მილიონი ტურისტული ვიზიტი, დასაწყისი ამ კუთხით ძალიან კარგია, თუმცა ვიცით ერთ-ერთი მთავარი შემოფერხებელი ფაქტორი, რომელიც გარკვეულწილად რისკია დინამიკის, რომელიც კიდევ ერთხელ საუბრობდით და ჩვენ გუშინ საუბრობთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთანაც, რომ ეს დინამიკა მათ შორის წლის პირველი 2 თვიდან გამომდინარე განსაკუთრებით აქტიურია, მაგრამ ვნახოთ რა იქნება ვითარება, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა ბუნებრივია სექტორთან, აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა ცხადია თვითონ ხელისუფლების შიგნით, სხვადასხვა ანალიტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, ვინაიდან ვითარება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ გლობალურად არ არის მხოლოდ ცხადია და არც პირდაპირ და არც არაპირდაპირ საქართველოზე დამოკიდებული, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება ცხადია გავლენას ახდენს გლობალურად ბევრი მიმართულებით, აქ ჩვენ აღარ შევალ დეტალებში, როცა ჩვენ საუბრობთ ხოლმე გლობალური ინფლაციიდან გამომდინარე პრობლემებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სწორედ ტურიზმის სექტორზე გლობალურად. კიდევ ერთხელაც ცხადია ამ კუთხით რისკები არსებობს საქართველოსთან დაკავშირებით, ამის შესახებ ჩვენ საუბრობდით და სხვა შორის მათ შორის გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დუბაიში მდებარე ერთ-ერთ მაღალი კლასის სასტუმროს ბურჯ-ელ-არაბ 18 თვით დაიხურა, ეს გარკვეულწილად უკავშირდება რენოვაციის ნაწილს, მაგრამ ამავდროულად ეს უკავშირდება ტურიზმის შენელებას მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, როგორც პირველ წყაროშია აღნიშნული, ასევე ბიზნეს ინსაიდერის ვებგვერდზე გვეცნობით ამ ინფორმაციას გუშინ გავრცელებულ ამ ინფორმაციამ გლობალურად რისკებია ცხადია ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, როდესაც ამ საკითხებზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთხელ გვაინტერესებს და ვიხსენებთ თუ რა კომუნიკაცია აქვს ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ტურიზმთან და ჩვენ სულ რამოდენიმე დღის წინ ვნახეთ ინფორმაციას, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვდა კერძო სექტორის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე იყვნენ სხვადასხვა ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები, სასტუმრო ტურისტული კომპანიები, რესტორნები, გიდები. ცხადია საუბარი შეეხო ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებს, გადაჭრის გზებს, საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე მუშაობის სტრატეგიას ასევე და დაგეგმილ ღონისძიებებს. ცხადია მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ნახოთ შეფასება, ერთხელ ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ ამ თემაზე პირდაპირ ეთერში ქალბატონ მაიასთან, თუმცა ასევე ოდნავ
ასე ვთქვათ, შეხვედრების შემდგომ პერიოდში, მაგრამ მაინც მიუბრუნდეთ ამ შეხვედრის ნაწილს და მოვისმინოთ შეფასებები და უკვე შემდგომ საუბარს გავაგზავნებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. სოფლიოში მიმდინარე გლობალური მოვლენებიდან გამომდინარე, ვიმსჯელეთ გამოწვევებზე, მათ შორის დავსახეთ ერთობლივი გეგმები, როგორ შეიძლება რომ ტურიზმის სექტორს შედარებით ნაკლები გავლენა ჰქონდეს საქართველოში ტურიზმის სექტორს მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მათ შორის ვისაუბრეთ ახალ მიმართულებებზე, არსებული მიმართულებებზე, ერთობლივ ღონისძიებებზე, იმისთვის რომ იმ ქვეყნებიდან, სადაც ცნობადობა მაღალია, ეს იქნება თქვათ სამეზობლო ქვეყნები, თურქეთი, შუა აზია, ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ საქართველოში დაგეგმილ სეზონზე წლის ბოლომდე. ვფიქრობ ის ტენდენციები და შეხედულებები, რომლებიც დღეს იყო გაჟღერებული ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან, სადაც რეისების დამატება არის მოაზრებული, სადაც სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიების უფრო გააქტიურება არის მოაზრებული, ეს რა თქმა უნდა იქნება პირდაპირი და სწრაფი ხელშემწყობი ფაქტორი ტურიზმის სექტორის, სასტუმროების და ტურისტული კომპანიების უფრო მეტი კეთილდღეობისთვის. 25 წლის სეზონი იყო არაჩვეულებრივი, ძალიან კარგი და ჩვენ ბევრად უკეთეს სეზონს ველოდებით 26 წლის მიუხედავად ყველაფრისას. მაინც მჯერა რომ მიუხედავად იმ გაძვირებისა საწვავის მაინც სეზონი ცუდი არ იქნება. დიახ, მართლაც საინტერესოა შეფასებები, რომლებიც ვნახეთ ამ კუთხით, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ შეხვედრაზე ყოფ ადამიანებთან, სექტორის წარმომადგენლებთან ჩვენ გავაგრძელოთ საუბარი, მithumetes ვსაუბრობთ რესტორატორთა ასოციაციის დაფუძნებელზე, კ-გრუპის დაფუძნებელზე ასევე და ბატონი ირაკლი ჭილაძე და კონსტანტინე გაბრიჩიძე არიან ჩვენი სტუმრები. ბატონ კონსტანტინე, მოგესალმებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში მაესტროზე მობრძანებისათვის და პირველ რიგში დავიწყებ შეხვედრიდან, ორივე თქვენგანთან მექნება კითხვა, თუ შეიძლება შევაფასოთ შეხვედრა, რა იყო ძირითადი მიზანი, რა დავინახეთ ამ შეხვედრიდან ბატონ კონსტანტინე თქვენგან? შეხვედრა საკმაოდ დროული იყო. პრინციპში ვხედავთ, რომ პრობლემა დგას და ამ შემთხვევაში საჭირო არის ყველა მხრიდან რაღაც ესეთი ერთგუნდად შეკრა. ხო, მთავრობა თუ კერძო ფაქტურად ჩვენ დოულათის შექმნელი, გადასახადის გადამხდელი დამსაქმებლები ყველანი ჯამში ვქნით ერთ გუნდს, რომელიც არის მასპინძლობის hospitality ბიზნესი და ერთად უნდა გადავწყვიტოთ ის პრობლემები, რომელიც რეალურად ციფრები დაიდო. მაგალითად, მარტში 620 ფრენა გაუქმდა, ხო? თან ცუდი გაუქმდა ინდოეთის, ჩინეთის კორეის ფრენები, იმის გარდა რომ სამხრეთიდან არც ერთი მხარე არ შემოდის, ახლა ეს გალფის არაბული ქვეყნები თუ ისრაელი თუ ირანი, ეს ძალიან დიდი ფაქტიურად 35-40%-იანი კლება აქვთ, თქვა სხვადასხვა რესტორნებს. ყველას არა რასაკვირველია, ახლა ვინც რაღაც ესეთი ქართულ დაბადების დღეებზე და ქორწილზე და ქელეხზე არის ორიენტირებული, იმას არ აქვს ესეთი კლება, ხო, მაგრამ აი იმ მიმართულებას, რომელიც არის ორიენტირებული თუმარის მიღებაზე, ხო, ვთქვათ, აი გუდაური ავიღოთ, გუდაური ძალიან დაზარავდა, ვთქვათ, იმ რეგიონებში თბილისის თუ არა მარტო თბილისის, სადაც ტურისტს ელოდებიან, იქ ძალიან სავალალო მდგომარეობა. იგივე სასტუმროსაც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ პარტნიორობთ და იგივე ჩვენთან ავიაცია, იგივე როგორი არტყმის ქვეშ არის ამ შემთხვევაში ამოდენა ხალხი ჩათვალებთ, რომ უმუშევარია. ხო და ვლაპარაკობდით იმ თემებზე, რომ პრინციპში ითქვა, რომ სცენარებზე მიდის, ასე ვთქვათ, ლაპარაკი. სცენარი რა არის? ხა დამთავრდა კონფლიქტი ერთ კვირაში სხვა სცენარია, დამთავრდა ორ კვირაში თუ ერთ თვეში სხვა სცენარია. ეხლა ვლაპარაკობდით, სანამ შემოვიდოთ ეთერში, კონფლიქტი თუ დამთავრდა ივლისის ბოლოს, ჩათვალე, რომ სეზონი მოკვდა. ეს მოკვდა ნიშნავს, რომ უამრავ კრედიტები აქვს აღებული, ინვესტიციები აქვს ჩადებული, ელოდება მთელი წელი, ელოდება ვთქვათ რაღაცა ამ 4-5 ტურისტის შემოდინებას და კატასტროფაა რა. ამიტომ ესე იგი როგორც ხალბატონო მაიამ თქვა, უფრო ესეთი ბნელი ვერსიებიც განიხილება და რაღაც საშუალო სიმძიმის და ნუ კარგია რომ ამაზე მიდის ახლა ფიქრი. ეხლა და არა ვაიდე და როცა მოხდება. ხო. იმიტომ რომ ჩვენ პრინციპში გვაქვს ესეთი კორონას ცუდი გამოცდილება და ამ კორონას პერიოდს
საქსტატის მიხედვით ახლა 10000 იყო რეგისტრირებული კვების ობიექტების რაოდენობას გულისხმობდა დაახლოებით 6500-მდე, მესამედი შეეწირა აი ამ კორონას, ეს ნიშნავს დაკარგული შემოსავალი ქვეყანის ჭრილში და გაკოტრებული ბიზნესები და უამრავი უმშევარი და მე გაქცეული საზღვარგარეთ და ასე შემდეგ. ეს რო არ მოხდეს, უნდა წინასწარ ყოველთვის ამას რაღაცა ბალიში რო დადო, რომ ისეთი დარტყმა არ გქონდეს, რაც შეიძლება რომ გქონდეს. სექტორი ამ შემთხვევაში, სარესტორნო სექტორი თლიანობაში, რომ არა ეს კონფლიქტი, ხომ ახლა რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის სწორედ ამ გაარე კონფლიქტიდან გამომდინარე ვითარება, გაუქმებული რეისები თუ არ ჩამოსული ტურისტები. დინამიკა როგორ წარმოგედგინათ, ასე ვთქვათ, სხვა ვითარებაში, აი როგორი იყო გეგმები მიმდინარე მარტს ტარდება, ხო, თქვა ჩაშანდელი მარტი, წლევანდელ მარტს. აი მე რო ვთქვი, რომ ვარდნა იყო 30-35 და ზოგად გილას, ახლა ის რომელიც ისრაელს ელოდებოდა, თქვა მარტში, უნდა ჩამოსულიყო ისრაელში, იმას 100%-იანი ვარდნა ჰქონდა, ხო? მე გასაშვალოებელს ვიზახი 100%-ს და მარტს ტარდება, ეს არის ასე ვთქვათ ადეკვატური შეფასება რა. და ჭრილში რაღაცას ყოველთვის რაღაც ოპტიმისტური პატარა მზარდი, ამაზე არ ვლაპარაკობთ, როდესაც შარშანდელსაც კი ვერ ასრულებ და ვერ გადიხარ იმავე რა ქვია ბრუნვაზე, უკვე ხედავ რომ რაღაცა შეა საქმე, ხო? და ძალიან დიდი კლასტერი არის მოწყვეტილი ფაქტიურად საქართველოსთან ჩამოსვლასთან მიმართებაში. ეს რამოდენა სახელმწიფოები რაც ჩამოგითვალეთ და ეს ძალიან პრინციპში ცუდია და იქ ითქვა ბევრი სხვადასხვა ნაბიჯები, რომლებიც ახლა არ მესმოდა, მაგრამ რომ აქცენტი გაკეთდეს ადგილობრივ ტურიზმზეც. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. რომ მოხდეს კორონის გამოცდილება თქვენ ახსენეთ. კი ბატონო, რომ მოხდეს რაღაცა ანუ ესეთი კვერცხების სხვადასხვა გადალაგება სხვადასხვა კალათებში, ხო, რომ აქცენტი მოხდეს თქვა თურქეთზე და თქვა სახმელეთო ტურისტის შემოსვლაზე და არა ავიაციაზე, იმიტომ რომ ავიაციაზე იყო ესეთი ინფორმაცია, რომ საავიაციო ნავთი თუ ბენზინი, რითიც სამჯერ თითქმის არის უკვე გაძვირებული ხა და რამდენი რაღაცას გამოაცხადებენ ტელევიზორში, იქ ტრამპა ის და ბომბა თუ გაიმარჯვა იმან თუ ამან. ყოველ რაღაცაზე არის სულ ესე იგი ყანყალი და შეიძლება იქით ამ ხრიდან ჩამოფრენაზეც კი ხალხმა დიდი ესეთი პრობლემები შეექმნათ, თუ კი ბილეთის ფასი თუ სამჯერ გაძვირდება, ხო ხვდებით როგორი პრობლემაა. ამიტომ ბევრი მომენტები არის გასათვალისწინებელი და სხვადასხვა სცენარებზე არის, ასე ვთქვათ, ლაპარაკო რა. კომპენსაციებზეც იყო ლაპარაკი და სხვადასხვანაირი ტიპის მოქმედებებზე, რაღაცა აქტიური კამპანიების დაგეგმვა უკვე არსებული, რომელიც დაფრინავს იმ რა ქვია მიმართულებებზე რეისების დამატება. ნუ არ ვიცი, ბევრი სხვა საინტერესო რაღაცებზე იყო ლაპარაკი. კი ბატონო, ირაკლი, მინდა მიუბრუნდე ასევე ამ შეხვედრას, უკვე თქვენს ჭრილში, თქვენ მიმართულებით რამოდენიმე საკითხი გამოიკვეთა პრინციპში, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და ერთ-ერთი თემა, რაზეც სწორედ გუშინ ეთერში ქალბატონ მაიასთან ერთად ვსაუბრობდით, შეიძლება სწორედ დივერსიფიცირებას ბატონ კონსტანტინე აღნიშნა, რომ ეს სხვადასხვა მიმართულების დამატება, რამაც შეიძლება ვითარება ამ კუთხით გამოიწვევს. პირველ რიგში როგორ შეაფასებთ აი ამ დიალოგს, რომელიც შედგა და რას შეიძლება ველოდეთ, ასე ვთქვათ, ამ განგრძობად პერიოდში? მსგავსი ტიპის შეხვედრა საბედნიეროდ პირველად არ ყოფილა, საკმაოდ ხშირად გვაქვს ხოლმე კერძო ბიზნეს და სახელმწიფო სტრუქტურებს შეხვედრები და ეს შეხვედრაც, როგორც ჩემო კოლეგამ აღნიშნა, ემსახურებოდა უფრო იდეების გაცვლას, რა შეიძლება გავაკეთოთ ამ მოკლევადიან პერსპექტივაში, რითაც დავეხმარებით ტურიზმს, რომ სწრაფად დაუბრუნდეს თავის რელსებს, რასაც დავამატებდი იყო რაღაც კონკრეტიზაციები, კონკრეტულად ამ შემთხვევაში იყო საუბარი, რომ ჩინეთიდან შეიძლება რომ კიდე დაემატოს ფრენები, ასევე ჩინეთის ბაზარზე შეიძლება რომ ახალი ქალაქი გაიხსნას. არის საუბარი იმაზე, რომ აზერბაიჯანიდან სარკინიგზო მიმოსვლა ყოველდღიურად დაინიშნოს, რაც დაგვეხმარება. მეზობელ ქვეყნებზე მეტი აქცენტირება გაკეთდეს. ის, რაც ჩვენ მივიღეთ დღევანდელ რეალობაში, ძალიან სამწუხაროა, თუმცა არ ვფიქრობ, რომ სავალალო და კატასტროფულად ცუდი არის. თუ სწრაფად დასრულდება მიმდინარე კონფლიქტი, ტურიზმი სწრაფად ვეაღდგება, იმიტომ რომ სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესი მსგავსი ტიპის გამოწვევებს უკვე მიეჩვია, შესაბამისად გარკვეული გამოცდილებები არსებობს და სწრაფად შეგვიძლია ადაპტირებები მოვახდინოთ. ხე ჩვენ როგორც სასტუმრო მენეჯმენტ კომპანია საქართველოში მართავთ 12 სასტუმროს და წამყვან რეგიონებში გვაქვს ჩვენი სასტუმროები და
იანვარი-თებერვალი ძალიან კარგი თვეები გქონდა. ახლა ძალიან კარგი დეფინიცია რო განსაზღვროთ, რაც აღნიშნა კონკრეტულ თვესთან თვეს შედარებით. ის რაც გქონდა 2025 წლის მონაცემები, იმის მიხედვით ბიუჯეტდება 2026 წელი. თუ სასტუმრო მრავალი წელია ბაზარზე ოპერირდება, თქვათ რომ 3 წელი და მეტი, მაშინ დაბიუჯეტება ხდება ზრდით 7-დან 15%-მდე. მაგრამ თუ უკეთესი მოლოდინები გაქვს, მაშინ შეიძლება რომ 20-დან 25%-მდე ზრდა დააბიუჯეტო. იქიდან გამომდინარე 2025 წელი კარგი გქონდა, ეგრეთ წოდებული მოწესრიგებული ტურიზმი უბრუნდებოდა თავის კალაპოტს, შესაბამისად 2026 ჩვენს უმეტეს სასტუმროებში ამბიციურად დაბიუჯეტდა, ანუ 20-25%-იანი მატება ჩავდეთ. იანვარი-თებერვალი განსაკუთრებით სამთო კურორტებზე ფეროდ უფრო მაღალი რიცხვები მივიღეთ, ვიდრე თუნდაც ეს 20-25%-იანი ზრდა იყო. რამაც რეალურად დაიცვა მარტისთვის დიდი ჩავარდნა. როგორც აღინიშნა გუდაურისთვის, მარტისთვის ჩავარდნა კრიტიკულად ცუდი იყო, მაგრამ იანვარ-თებერვალში რადგანაც კარგი შედეგები გქონდა, შესაბამისად ეგრეთ წოდებულ year to date, რასაც ეძახიან ჰოტელიერები, აი ამ კვარტლის ნაწილში მაინც საბოლოოდ პლუს რაღაც პროცენტით მივედით სხვადასხვა სასტუმროებში. ეხლა აქცენტირებას ვაკეთებთ მეზობელ ქვეყნებზე. ჩვენ იქიდან გამომდინარე, რომ სომხეთშიც 4 სასტუმროს მართავთ, მრავალი წელია ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს სომხეთთან. ანუ ეს მეზობლების გამოცდილებაც გვაქვს ამ კუთხით. დიახ და ასევე აზერბაიჯანში მაგალითად უკვე ჩავატარეთ B2B შეხვედრები, ვიყავით წასულები დიდ ტურ ოპერატორთან ერთად. უახლოეს მომავალში გეგმავთ თურქეთში რიზეში წასვლას, რომ იქაც შევხვდეთ B2B პარტნიორებს და ვისაუბროთ, რომ როგორმე ახლო ქვეყნებთან, მეზობელ ქვეყნებთან კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობა. ასევე მნიშვნელოვანი არის ის ბაზრები, რომელი ბაზრებსაც არ აქვს მკითხვის ნიშანი, უფრო უსაფრთხოდ ითვლება და ნაკლებად რეაგირებს გავსი ტიპის წყევებზე, სტაბილურობა შევინარჩუნოთ ამ ქვეყნებს. ესენი არის ყაზახეთი, უზბეკეთი, პოლონეთი, ევროპის ქვეყნები. ყაზახეთშიც გამოფენა იქნება აპრილში, ასევე მანამდე არის B2B შეხვედრები ჩანიშნული. ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ კრიტიკულად მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავეწყოთ ახალ რეალობაზე, თუ როგორც აღინიშნა, დაუშვებთ იმას, რომ ეს რაღაც შეიძლება გრძელვადიანი პერსპექტივით გაგრძელდეს. კი ბატონო, დიდმალო მართლა ძალიან საინტერესოა, რომ ამ კუთხით, ანუ იმ ბაზრებზე გავაძლიეროთ მუშაობა, რომელიც როგორც თქვენ აგრძით უფრო უსაფრთხოა და ხედავთ ამ კუთხით და ჩამოთვალეთ თქვენს ქვეყნები, მართლაც მნიშვნელოვანია, რომ რა შესაძლებლობებიც არსებობს მაქსიმუმ იქნას მოზრდული, ისევე როგორც ვახსენეთ გამოცდილება კორონას გამოცდილებიდან, აი გადაწყობა მათ შორის შიდა ტურიზმის გაძლიერების ნაწილში კაპიტან მაიაც საუბრობდა ამ საკითხებზე. მართლაც ხა ძალიან ძნელია პროგნოზირება, ხო? თუმცა კარგია რომ სცენარებზე მსჯელობთ ამ შემთხვევაში და თლიანად ეკონომიკის მთელი შეფასებაც ასეა ნავთობის ფასებიდან გამომდინარე გლობალური ინფლაციიდან თუ რა იქნება, რომლის პროგნოზირება ძალიან რთულია. თუმცა მაინც მინდა გკითხოთ ბატონო კონსტანტინე, ალბათ გაქვთ ურთიერთობა ასევე კოლეგებთან, საზღვარგარეთ, ასე შემდეგ თქვათ, ასევე იმ პოტენციურ პარტნიორებთან, რომლებიც მანამდე თანამშრომლობთ. ზოგადად რამდენად ოპტიმისტურია მოლოდინები, ან ძალიან ძნელია კიდევ ერთხელ პროგნოზზე ისაუბრო, მაგრამ აი ან რას თვლით, ასე ვთქვათ, რომ რა შეიძლება გამოინახოს დამატებითი გზები უფრო ვითარების შესამსუბუქებლად შეიძლება ასე ითქვას. ვიცით რა, ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად გადავეწყოთ შიდა აქცენტი, რაღაცა ნაწილი ის ობიექტები, რომლებიც აი ქალაქის ცენტრში და ახლა შარდენის მიდამოები და ეს სოლოლაკი განსაკუთრებულად არის ორიენტირებული უცხოელზე, იმდენად რომ აქ ადგილობრივ ცოტათი ესე ამრეზით უყურებს და აქ არ მოდის, იმიტომ რომ ეს ტურისტული უბანია. კი, რამოდენი უბანი არის. კი, ახლა რომშიც ეგრეა და ახლა ტურისტულ უბანში რომაელი არასდროს არ გაივლის და არ დაჯდება და რაღაც, ხო? რაღაც ესეთი განცალკევება არსებობს და ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რომ რამენაერად მოვახერხოთ, რომ ამ დღესდღეობით ძირითადად 95% ტურისტზე რო არის ორიენტირებული, თქვა რაღაცა გადაჯგუფება მოვახდინოთ სხვადასხვა აქტივობებით, რომ იქ ადგილობრივიც მოვიდეს. ეს ერთ-ერთი თემაა. ძალიან მნიშვნელოვანია თუ კი მოხდება რაღაცა პროექტი დავარქვათ თუ ეს პრინციპში მუდმივად სამუშაო არის რა. ადგილობრივი ეს მთელ მსოფლიოში ესე არის, საბჭოთა კავშირის დროსაც იყო ესე, რომ აღმოსავლეთი საქართველოსთან სკოლის მოწაფეები მიყავდა დასავლეთ საქართველოში და აჩვენებდნენ, რომ ესაა შენი სამშობლო.
და იგივე უკუღმა აქეთ იმიტომ რომ ბავშვები იზრდებიან და საერთოდ საქართველოს არ აქვს მოვლილი, ხო? ეს ხორციელდებოდა სულ ყოველთვის და ეხლაც უცხოეთში ხორციელდება განათლების სამინისტროს თუ სკოლების ასე ვთქვათ ფინანსებით, იმიტომ რომ ეს მათთვის რაღაცა ბუნების თუ გეოგრაფიის თუ რაღაცის გონების გახსნა არის, ხო? და შესაძლებელია ესეთი პროექტის ჩაშობა, რომელიც მუდმივ მოქმედი იქნება და არა ეხა რაღაცა განსაკუთრებულობის ამბავში, რომ ამ პროექტმა მუდმივად ჰპოვოს კვეთა როგორც განათლების სამინისტროში, ასევე ეკონომიკის სამინისტროში და მოხდეს რაღაცა ამ ასეთი პროდუქტის შექმნა, ხო? ეხლა სულ ვიხსენებ ხოლმე ეს რაღაცას, რომ ყველაზე დიდი შემოსავალი შვეიცარიას აქვს ტურიზმიდან. და ამ ტურიზმიდან შემოსავლებს არც საათები, არც ბანკები არანაირად. და ამ ტურიზმიდან ყველაზე დიდი შემოსავალი აქვს ადგილობრივი ტურისტიდან შემოსავალი. აი ეს არის ყველაზე დიდარი ქვეყანა. ხო, პირდაპირ მაგალითი გაქვს, რაც შეგიძლია აიღო და გადაიღო, ხო? ანუ რასაც ჩვენ შიდა ტურიზმს ვეძახით. ზუსტად. უდიდესი მსოფლიო ეკონომიკის მაგალითი გაქვს მაგიდაზე დევს. აი ეს იქნება კარგი თუ ამას მოახერხებთ, ცოტა რთული პროექტია, თემა, მაგრამ აი სამუდამოდ მუდმივად იქნება. მუდმივად სამუშაო დიახ, რასაც თქვენ აღიჩეთ. აი ზუსტად ამ შიდა ტურიზმის თემას მინდა მიუბრუნდე ასევე, ვინაიდან აი ამ საკითხზე მართლაც ბევრი მსჯელობაა, ვიცი რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც მათ შორის ჩემთან საუბარს ამ თემაზე ხალხს უსვავ და ისევ კოვიდის გამოცდილებას დაუბრუნდა, ვინაიდან რაღაცნაირად რისკების გამოცდილება და უკვე გადახდენილის ასე ვთქვათ და გავლილი გზის შეფასება უფრო ადვილია და იყო არაერთი პროექტი, რომელიც ახლიდან აღმოჩენას გვთავაზობდა საქართველოს და ახალი ლოკაციის. კი ბატონო, იმოგზაურეთ საქართველოს მართლაც გამორჩეული პროექტი, რომელსაც თავისი შედეგები ჰქონდა. აი თქვენ სფეროს მიმართულებით რამდენად იგივე მიმართულება არის საინტერესო და იგივე პროექტიან მუდმივობა, რასაც აღვნიშნავთ, არის საინტერესო და რეალური, რომ ამ კუთხით რაღაცნაირად დაკომპენსირება მოხდეს, მაგრამ ერთის მხრივ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ დაკომპენსირებას და მეორე მხრივ როდესაც ბატონი კონსტანტინე შვეიცარიის მაგალითს ახსენებს, ხომ აქ არა მხოლოდ ერთჯერად დაკომპენსირებაზე იქნება გარკვეული ტიპის ჩვევაზე იქნება. კი, რომელიც ზუსტად აი თქვენ რასაც იძახით, ხო? ეს მე გაანალიზებული იყო, რატომ არის თურმე შვეიცარიელების ჩამოყალიბებული ჩვევა, რომ წელიწადში ორჯერ უნდა დაისვენოს, ერთხელ ზამთარში, ერთხელ ზაფხულში და აუცილებლად ეს ორჯერ ნიშნავს, რომ ერთხელ ადგილობრივი და ერთხელ გავიდეს. ეს არის ჩვევა, აი რასაც თქვენ იძახით, ხო? ეს არის ჩვევა ჩამოყალიბებული, რომ არ არსებობს, რომ ის მარტო საზღვარგარეთ დაისვენოს. რაც არ უნდა მდიდარი იყოს, ის უნდა ყველა ვარიანტში ერთხელ შვეიცარიაში დაისვენოს. კი ბატონო, აი თქვენი მიმართულება. რაც შეეხება შიდა ტურიზმს, შეიძლება ესეთი ანალიზი გავაკეთოთ, თუ შეიძლება რაიმე დადებითი მოგვიტანა კოვიდმა. ერთ-ერთი ყველაზე კარგი მიმართულება იყო ის, რომ ქართველებისთვის შიდა ტურიზმი გახადა საინტერესო, სცადეს, აი ჩვევად რაც აღინიშნა. ან ტურისტის ქცევა ყოველთვის არის ლოგიკური, რაღაცას ცდის, თუ კარგი მომსახურება და სერვისი მიიღო, შემდეგ აუცილებლად დაბრუნდება. ეს ტალღა კარგად აგორდა, რის საფუძველზეც გაშლა და ის რაც აღინიშნა, რომ ბევრი ყავს, ვინც საქართველოში არ მოგზაურობს, ბავშვები ისე იზრდებიან, რომ არც კიცია რეგიონები, აი ამ კამპანიამ ხელი შეუწყო ამ მიმართულებით განვითარებას. თუმცა შემდეგ როგორც კი ფრენები კვლავ განახტა და ასე შემდეგ, ტურისტის ქცევა დაუბრუნდა იმ ძველ ქცევას, რომ ურჩევნია საზღვარგარეთ იმოგზაუროს, მაგრამ ნაწილმა უკვე თავის ჩვევად გადააქციეს. ჰოტელიერებმაც შესაბამისად ჩვენს დავიწყეთ ჩვენს ტურისტზე უფრო მეტი ზრუნვა, მაგალითად კოვიდის შემდეგ აქტიურად გახდა პოპულარული ის, რომ ქართველი დამსვენებლისთვის სასტუმროში სხვა ფასი არსებობს და საერთაშორისო ტურისტისთვის სხვა ფასი. რაც ქართველ დამსვენებელს კიდევ უფრო მეტად უბიძგებს იმ მიმართულებით, რომ შიდა ტურიზმი განავითაროს. რაც შეეხება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და სახელმწიფოს ჩართულობის მხრივ, ბევრი სხვადასხვა კარგი პროექტები აქვთ. განსაკუთრებით მე პირადად ძალიან მომწონს გემოფესტი, რომელიც ახლა უახლოეს ივნისში უნდა ჩატარდეს ახალციხეში, რითაც ძალიან ბედნიერები და კმაყოფილება, რომ მსგავსი ტიპის მუდმივი ღონისძიებები, რასაც თქვენ აღნიშნავთ, კულტურას აყალიბებს და შესაბამისად. აი, გურამმა თქვა რა ბაღდაშვილმა ზუსტად, რომ ეს კულტურული ღონისძიებები, ხო, ძალიან იშვიათობაა რა და უნდა ხშირად იყოს. ეს აუცილებლობას წარმოადგენს. რაც უფრო მეც მოვიფიქრეთ მსგავს რამეს და შემდეგ სერვისულად სწორ ორგანიზებას გაუწევთ ამ ყველაფერს,
რომ ცუდი გამოცდილება არ დააგროვოს ტურისტმა, მით უფრო უკეთესი გრძელვადიანი სტაბილურობისთვის. ანუ როგორც აღნიშნე, ის ბაზრები, მაგალითად საერთაშორისო ბაზრები, რომლებიც პოპულარული გვაქვს, მანდაც დროში სწორად კონვერსირებული მოძრაობა გვჭირდება. ანუ არსებობენ ბაზრები, რომლებიც კარგად გვიცნობენ, შესაბამისად მათთან უფრო სწრაფად შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივებში უკუშედეგის მიღება და არის ბაზრები, მაგალითად მიმდინარე დღეებში ჩატარდა ტარიფას სამიტი, სადაც ძალიან საინტერესო საზოგადოება იყო ჩამოსული ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, შევხვდით დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, სერბეთიდან, სლოვენიიდან დიდ ტურისტულ კომპანიას, ძირითადად მაის ტურიზმის მიმართულებით, რომლებთანაც შემდეგ ჭირდება ეტაპობრივი მუშაობა, ანუ ის რაც სახელმწიფოს უნდა გაეკეთებია ამ შემთხვევაში, კერძო ბიზნესის წარმომადგენლები შეახვედრა ერთმანეთს, უკვე სხვა დანარჩენი ეს კერძო ბიზნესი როგორ მიყვება ერთმანეთს ეგრეთ წოდებულ follow-up-ზე, მათ კომპეტენციაზე არის დამოკიდებული და შრომის მოყვარეობაზე. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში კარგ შედეგს მოგიტანს. ჩინეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში იმ ბაზრებს სადაც უკვე კარგად ვოპერირდებით, დამატებითი ფრენები მოკლევადიან პერსპექტივაში მოგიტანს კარგ შედეგებს. შესაბამისად, მსგავსი ტიპის დროშის სწორად კონვერსირება, ხო, ტურისტს ალბათ სწორად განავითარებს. კი ბატონო, აი მე სულ იმას ვფიქრობ ხოლმე, რადგან კოვიდის მაგალითი არაერთხელ მოყვავს, რომ როცა ვსაუბრობ ჩვენ გაძვირებაზე ამ შემთხვევაში, საწვავის თუ ასე შემდეგ, რომელიც სხვადასხვა ფაქტორებით შეიძლება იყოს გამოწვეული, მათ შორის ეს გარკვეულწილად კვლავ იქნება და ობიექტურად იქნება შემოფერხებელი თუნდაც ქართველები, საქართველოს მოქალაქეებს, რომელიც საზღვარგარეთ ისვენებენ. ანუ ბევრმა შეიძლება ახლა პირიქით არჩიოს მათ შორის ქვეყანაში ასე რომ ორმხრივი მზაობა ამ კუთხით ძალიან საინტერესო იქნება, რომ მათაც დახვდეთ ის, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ და ძალიან მოკლედ მინდა მაინც 2026-ის გარკვეულად გეგმებზე რომ ვისაუბროთ არსებული რისკებიდან გამომდინარეც, რამდენად მზად ვართ და რას გეგმავთ, ასე ვთქვათ, მიმდინარე წლის განმავლობაში არის თუ არა სექტორში გარკვეული ტიპის სხვა სიახლეები, იმედი ვიქონიოთ, რომ კონფლიქტი სწრაფად დასრულდება ამ კუთხით და სხვა მხრივ როგორ მიდიოდა სექტორი, ანუ სხვა დინამიკა როგორ ვითარდება. ესე იგი, გეტყვით რა, ხა ზოგადად ბიზნესი, ხო, ოპტიმისტია სულ ყოველთვის, ხო? ადამიანს რო სახლიდან მოაქვს ფული რაღაცას, ასე ვთქვათ, გარისკავს და მე აქედან გავაკეთებთ როგორც არცერთ გამოფენაში რო არის, ხო? ეს ნიშნავს, რომ ის კაცი ოპტიმისტია და არ არის ჯუჯღუნა და მაპატიე და რაღაცა დამეხმარე და ეგეთი ტიპი არ არის. ზოგადად ბიზნესი არის უყოველთვის ოპტიმისტი და არის ორიენტირებული მიზანზე, რომ მე აი მივაღწევ ამას, ხო? ეხლა შეხვედრაზეც ვიძახოდი, რომ აი ის რომ ეხლა ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ხო, რაღაცა ცუდი სცენარი, კარგი სცენარი, საშუალო სცენარი, ამაზე ხო მაქსიმალურად ბევრმა ხალხმა უნდა გაიგოს, იმიტომ რომ არის ესე იგი კატეგორია ხალხისა, რომელიც რაღაცა ცოტა ფარხმარ ჩამოყრილია და აუ რა გვეშველებაა ეს და გვეტირა და როგორა ამათთვის ეს ერთად ყოფნა და რაღაცა მუშტად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგია ძალიან ბევრს ნიშნავს. ბევრად უფრო ძლიერი მამოძრავებელია, ვიდრე რაღაცა ობიექტური, შეიძლება რაღაცა ფული იმდენად არა, რამდენადაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის და ზოგადად ოპტიმისტურად ვარ, რასაკვირველია, თორე ხა ნამდვილად ეს რაღაცას არ გავაკეთებთ. კიდე ერთ რაღაცას ვიტყვი წინა თემასთან დაკავშირებით. აუთვისებელი რეზერვი, რომელიც აი ამ შიდა ტურიზმს აქვს, ხო? ასევე ესე ვთქვათ, მაგიდაზე და ყველა იცის, ეს არის ხანდაზმული პენსიონერი ხალხი, თანადაფინანსება, თქვენ რო თქვით, რომ სხვადასხვა საფასო პოლიტიკა გვაქვს, ხო? აი პენსიონერისთვის სხვადასხვა საფასო ესე ვთქვათ, პოლიტიკიდან გამომდინარე და რაღაცა პროცენტი, თქვათ, სოციალური დახმარებიდან, რაღაცა თანადაფინანსების, ეს კიდევ უფრო გააქტიურდეს შეიძლება. რატო არის, რომ აქ უცებ რო ჩამოდის ხოლმე და თქვათ, ერთი 60 კაცი ჩინელი 80 წლის გადაგცილებული ლამის, ხო, რატო? იმას სახელმწიფო ეხმარება, ყველანაირად გვერდში უდგას და იმიტომ მოგზაურობს ასე აქტიურად. ქართველიც იმოგზაურებს, ოღონდ მას სჭირდება ხელშეწყობა, როგორც ჩვენი სექტორიდან, ასევე რაღაცა სახელმწიფო უნდა მიეხმაროს, ის გააქტიურებს კიდე დამატებით სხვა რაღაცა მიმართულებებს. კი ბატონო, თუ შეიძლება. რაც შეეხება სასტუმროების მხრიდან 2026 როგორ ხედავთ, როგორც აღინიშნა, რამოდენიმე სიმულაციური ვარიანტი განიხილება 3 თვეში, 6 თვეში ეს კონფლიქტი როგორ გაგრძელდება. ამ ეტაპზე ზუსტი რიცხვებით რომ ვისაუბროთ. როდესაც კონფლიქტი დაიწყო 28 თებერვალს, მარტის ჩაუშნები მომენტალურად ლოგიკური იყო, რომ თითქმის ყველაფერი გაუქმდა. აპრილის ჩაუშნების ნაწილი გაუქმდა
და გაუქმდა თან ისეთი ქვეყნებიდან, რომელიც როგორც არის მაგალითად ჩინეთი და კორეა. უფრო გაუქმების მიზეზი იყო ის, რომ რაღაც საფრთხეს ხედავდნენ შიში. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი ვიდეო გადავიღეთ კერძო ბიზნესმა, რომელი ვიდეოს მთავარი ლაიტმოტივი იყო ის, რომ ეს სივრცე არ არის საშიში და კვლავ მოგბრძანეთ. მაისიდან გაუქმებები არის, მაგრამ არა ისეთი მოცულობით, ანუ გულისხმობ იმას, რომ მაისის თვე ვფიქრობ, თუ რაღაც დამატებით კიდევ არ გამწვავდა, მაისის თვე იქნება ისეთივე, როგორც იყო შარშანდელი მაისის თვე. სხვა დანარჩენი თვეები ჯერ კიდევ ძალიან კარგად არის და პლუს ამას აღსანიშნავი რომ თქვენ დასვით ესეთი კითხვა რომ აი თქვენი პარტნიორები, საერთაშორისო პარტნიორები რას გიზიარებენ და როგორ. ჩვენ მაგალითად შარშამ ხონდა მსგავსი ტიპის გამოცდილება რომ 15 ივნისიდან ომი დაიწყო ისრაელ-ირანს შორის 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდა და იმ პერიოდის განმავლობაში ჩავშნები სრულად გაგვიხვდა, მაგრამ როგორც კი დასრულდა ომი, აღდგენა დაიწყო ძალიან სწრაფად. იმდენად სწრაფად დაიწყო აღდგენა, რომ რეალურად ოქტომბერი და ნოემბერი ძალიან მაღალი რიცხვები მივიღეთ, ეს იყო გადმოძახილი აი ამ ივნისის 2 კვირიანი ჩავარდნის. შესაბამისად, თუ მსგავსი ტიპის ფაქტი დადგება, ისევ ისეთი ისრაელიდან განსაკუთრებით, იმიტომ რომ რაღაც მათ ქცევაში და ფსიქოლოგია გაჟღერდა აქ, უკვე მიჩვეულები არიან და სწრაფად მარტივად ადაპტირდებიან და მაშინ იწყებენ მოგზაურობას, რასაც ვერ ვიტყვით მაგალითად GCC-ის ქვეყნებზე, რომელთაც ფსიქოწარმოდგენაში ეს ცოტა მეტი დრო დაჭირდება, თქვენც აღნიშნეთ თქვენს მისამებაში, რომ 18 თვიანი დახურვა იყო. მათ ცოტა უფრო მეტი დრო დაჭირდება, თუმცა ისრაელი, ირანი დარწმუნებული ვარ ძალიან სწრაფად აღარ. ამიტომ უფრო ოპტიმისტულად ვართ კი, ბიზნესი აუცილებლად ოპტიმისტურად განწყობილდება. მაგრამ ამავე დროს ჩვენ აი მაესთან შეხვედრის დროს თქვით, რომ ეს 2 კვირიანი მე ფეხიდან ფეხზე მონაცვლეობა არ არის ესეთი რთული და კი ბატონო, მაგრამ თუ კი ეს მოხდება, თქვა 3 თვიანი და 4 თვიანი ჩავარდნა, ხო, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი, აბა 3 თვე შენ კრედიტი არ გადაიხადო სასტუმრო, რაც გიზავს ბანკი, ეგრევე გადაგცემს კოლექტორ კომპანიაზე. ეგრევე მეორე დღეს. და ნუ გელაპარაკებიან უკვე რომ შენ შეიძლება 10 წელიწადი იხდიდე იდეალურად ყველაფერს, მაგრამ აბა 3 თვე დაუგვიანე და ეგრევე ხარ რაღაცა ну მოკლედ რა გელაპარაკები როგორც ძალსაც არ გელაპარაკები. მაგ მიმართულებით ხო აი ამ ამბავში არის საჭირო მთავრობამ რაღაცა ზურგი გაგიმაგროს რომ ისე არ მოხდეს რომ მე 3 თვეში ჩამოვიდეს ხალხი და აქ გაპარტახებული სიტუაცია დახდეს რა. კი ბატონო, აღნიშნავთ მაგ მიმართულებით რასაც გაჟღერდა შეხვედრაზე და სასტუმროებს კრიტიკულად დაეხმარება არის ის რომ 1 ივნისს ჩვენ ქონების გადასახადი გვიწევს და თუ ამ მიმართულებით რაიმე შეღავათი იქნება, შეღავათს გულისხმობ გადავადება. ჩუქებაზე არავინ არ გაგოს. გადავადება ძალიან დაგვეხმარებოდა ჩვენ როგორც სასტუმროებს. კი ბატონო, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და რა ვაღინიშნა რომ რაც ადრე დავიწყებდით ამ თემაზე საუბარს მით უკეთეს და კარგია რომ ეს დიალოგი არის და დარწმუნებული ვარ რომ ეს გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ყველას იმედი გვაქვს რომ კონფლიქტი სწრაფად ამოიწურება, ვინაიდან ეს ბევრი მიმართულებით გვაზარალებს ყველა ახლა ჩვენ ამ თვალში ტურიზმის სექტორზე ვსაუბრობთ, მაგრამ ესეთი გაჯაჭვური ეფექტი აქვს ამ ყველაფერს. ტურიზმი გადაჯაჭვურია სოფლის მეურნეობის პროდუქტს მოვიხმართ. ყველაფერი ტრანსპორტი რაც არაერთხელ ვახსენე, ხა ძირითადი შემოქმედებების ნაწილი სწორედ ტურიზმიდან არის. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის, სექტორთან დიალოგი ყოველთვის შემოვიდა, ჩვენი მხრიდან ეს მადლობა თქვენ რომ ესეც სიღრმისეული ანალიზი გაგვაკეთეთ. დიდი მადლობა, ყოველთვის ვეცდებით რომ ჩვენი პლატფორმის საშუალებით პროფესიულად ვისაუბროთ ამ საკითხებზე. დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეებს ტრადიციულად თქვენ შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე ბიზნეს ინსაიდერში. მე კი ხვალამდე გემშვიდობთ.